მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის პირველ რიგში. დიახ, 4 ოქტომბერი ნამდვილად არის საქართველოს გამარჯვების დღე, მაგრამ არამც და არამც ეს არ არის მხოლოდ პარტიების გამარჯვების დღე, რომელიმე პარტიასთან არ ასოცირდება, იმიტომ რომ ჩვენ თითოეული მათგანი იქ ვდგავართ როგორც რიგითი საქართველოს მოქალაქე და ის იქნება აუცილებლად ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და ამ ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა სწორედ ლევან ხაბეიშვილმა და პაატა ბურჭულაძემ. თქვენ იცით, რომ პაატა ბურჭულაძე პირველი დღიდან დგას რუსთავაზე და სწორედ ამ მოძრაობას შეუერთდა ლევან ხაბეიშვილი და შემდეგ უკვე გააჩნდა. ახლა ვინ აღიქმება ამ მოძრაობის ლიდერად? ხაბეიშვილი დაკავებულია, ეს მას არ აქვს საერთოდ ასე ვთქვათ წერილების გამოგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ ეს საკმაოდ ცელი სტატუსია ადვოკატის მიერ ასე ვთქვათ გამოქვეყნებული, ადვოკატის მიერ გადმოცემული ადვოკატისთვის. ვინ აღიქმება ახლა ამ მოძრაობის ლიდერად? ამ მოძრაობას ყავს არაერთი ლიდერი. პირველ რიგში ეს არის თითოეული ის ადამიანი, ვინც გამოვა რუსთავაზე, მაგრამ პასუხისმგებლობა პროცესი როგორ წარიმართება ის? პასუხისმგებლობა სხვადასხვა ძალიან ბევრმა ადამიანმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა თავის თავზე, როდესაც სჭირდებოდა ამ ყველაფერს ლიდერი და ეს გააკეთა ლევან ხაბეიშვილმა. ყავს პაატა ბურჭულაძე. ეს პატიმრობაშია. დიახ, პაატა ბურჭულაძე ყავს ჩვენ ახლა, რომელიც ასევე არის ამ ყველაფრის პროცესის ლიდერი, თუმცა ლევან ხაბეიშვილის დაკავებით თავად ივანიშვილმაც აღიარა, რომ ის იყო სწორედ ლიდერი ამ ყველაფრის და სწორედ მისი შეეშინდა 13 წლის მანძილზე პირველად აღიარა ივანიშვილმა მარცხი, იმიტომ რომ ის არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყავს დაკავებული, თუ დაკავება არის ლიდერად აღიარების და კი ბატონო, შემისწორეთ თან სხვა შეკითხვა დამისვით როგორც გნებავთ. უბრალოდ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ არსებობს სხვა პრეცედენტი, როდესაც ადამიანი სიტყვის გამო დააკავეს, სიტყვის გამო დააკავა ლევან ხაბეიშვილი ამ რეჟიმმა, პირადად ივანიშვილმა და ის რომ 200,000 ჯილდოს მიიღებს გდდ-ს თანამშრომლები და ის რომ მშვიდობიან რევოლუციას მოვახდეთ, ამას ვიმეორებთ ჩვენ ყველა ჯერზე. მთავარი არის ამბავი აქ ის რომ ქართველი ხალხის გამარჯვების დღე ახლოვდება. ამაზე მოწმობს ყველანაირი პროცესი. მათ შორის ამაზე მოწმობს ის რომ 100,000-ობით ქართველი ადამიანი როცა ერთად დადგება და ეს აუცილებლად იქნება 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე, არ არსებობს ძალა, რომლითაც ივანიშვილი შეძლებს თავის დაცვას. მათ შორის რა სიზამს ეს 100,000 თუ რამდენიმე 1000 რამდენიც იქნება, არ ვიცით წინასწარ თქვენ გაგვწმენა რომ კი ბატონო, რა სიზამს ესა და 100,000 კარგი ანუ 20 ან 30 რა სიზამს? თქვენ ნახეთ წინა დღეებში 2 დღის წინ საღამოს გამოაქვეყნა ირაკლი ნადირაძემ გაასაჯაროვა შსს-ს გეგმა. მთელი ამ ხნის განმავლობაში სუსი აქტიურად იძებდა ყველა კუთხე კუნჭულში ჩვენს გეგმებს და ამასობაში ჩვენ გავასაჯაროვეთ მისი გეგმები, მათი გეგმები. ამ ცოტა ძველიაო, ეგეთი ჭიშკარი აღარ აქვს პარლამენტსო, მოკეთ წინ შაიშმელაშვილი იქნა მონიშნული. ყველაფერს იტყვიან, მაგრამ შსს-ს გეგმაში ცხადად ჩანს, რომ ფაქტობრივად თავი ბოლო მათი შესაძლებლობები იქ თავისი დაცვის თანამშრომლებით, ყველანაირი რესურსით არის 5,000 კაცი. ამ 5,000-დან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ 500 არის ყველანაირი გარეწრობაზე რო არიან წამსვლელი. აქედან კიდევ 170 იყო ის, რა ქვია, ის საშინელი კაცი რო არის ხარებას რო ეძახიან, იმისი ხალხი იყო ის 170 ადამიანი და იქედაც დახევარი გაქცეულია. ეხლა თქვენ უნდა ნახოთ, როგორი დემორალიზებულები არიან ესენი განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დღეს გასაჯაროვდა. ყოველ დღე ამბობს, დღესაც გაიმეორა სხვათა შორის დანიაში, ხელი არ წაუწდეთო, თორემ ნახავენ როგორი ძლიერია სახელმწიფო და სასჯელების ყოლვანებას სასჯელიემ. მთელი დღეა მას შემდეგ, რაც გასაჯაროვდა ეს ეს ხალხი რომ შეიკრიბა, ნახეთ თათია, რა სიზამს ეს ხალხი რომ შეიკრიბება? გაქვთ თქვენ მაინც არ იტყვით თუ კი იტყვით, ეს ცალკეა, მაგრამ ამ სტუდიაში სხვათა შორის ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ გითხარით ხალხო, ბავშვით მოვიდე, საჩხუბრად მოვიდე, რისთვის მოვიდე? ანუ თქვენ გაქვთ წარმოდგენა, რა შეიძლება მოხდეს, რა დაკვეთა ექნება ლიდერს? ამ შემთხვევაში როგორც ხვდები, პაატა ბურჭულაძე გამოდის ეს ლიდერი, რა გეგმით, იმიტომ რომ ბევრჯერ გამოსულა რამდენიმე 10,000 ადამიანი ქუჩაში. ჩვენ არაერთხელ ვთქვით ეს, რომ გვაქვს გეგმა, არა მარტო ერთი გეგმა, არამედ რამდენიმე გეგმა. თუმცა ეხა მე რო ეხა ამას პირდაპირ ეთერში დავждდები და მოვყვები, ეს რა თქმა უნდა არ წარმოგიდგენიათ ხომ არც თქვენ, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია მიმართო ყველა საქართველოს მოხაზი შეიძლება ადამიანებს რომ ეპატიჟებინათ. მე თუ ეხა აქედან რო გავალ, რა ვიცი, ყველას თუ გინდათ რომ მოვყვე რაღაცა ეს გეგმა, ხომ
ხვდებით, რომ როდესაც მშვიდობიანი რევოლუციას ვაანონსებთ, ამას ეხა პირდაპირ ეთერში ვერ მოყვებით, თუმცა გეუბნებით პირდაპირ და სხვათა შორის რაც ლევან ხაბეიშვილმა თქვა, აბსოლუტურად ყველაფერი გამართლა, ხო? რაც კი მან იწინასწარმეტყველა ამ ხალხზე, ყველაფერი გამართლა და ეს შემთხვევით ხო არ ხდება, რომ ივანიშვილმა ის დაატყვევა და ფაქტობრივად პირი ამოუკერა და ვისარგებლებ შემთხვევით ამ სხვა შეკითხვაზე გადახვალთ, რომ დარწმუნებული ვარ ლევან ხაბეიშვილი გვიყურებს, ჩვენ უკვე აქვს ამის შესაძლებლობა და მივმართავ მას პირველ რიგში და ყველა პოლიტპატიმარს, ყველა სინდისის პატიმარს, რომ 4 ოქტომბერს 4 საათზე რო დაიწყება რევოლუცია, აუცილებლად დამთავრდება ეს პროცესი მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილი დაადგამს ფეხს რუსთავაზე და თითოეული პოლიტპატიმარი და სინდისის პატიმარი დაადგამს ფეხს. ციხიდან გამოიხსნით? დიახ, 4 ოქტომბერს თავდება ეს რეჟიმი. 4 ოქტომბერს მშვიდობიანად ემხობა ეს რეჟიმი და დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უსმენდით და იყო თქვენს ეთერში შემოსვლამდე მე ვნახე უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლეს ვიდეო ჩანაწერი გავრცელდა და სხვათა შორის ბესო ალავიძე დღეს რეაქციის სტუმარი იქნება, მინდა მაყურებელს უთხრა და ძალიან მძიმე ჩანაწერია მისი პროფესიული ბიოგრაფიის ეს ბოლო პერიოდში რა ხდებოდა ვიდრე ეს უზენაეს. გულწრფელად გეტყვით, იმის მიუხედავად, რომ ამ პროცესში ვართ ჩვენ დიდი ხანია და ძალიან ბევრი რამე საკუთარ თავზეც გამოგვიცდია და რა თქმა უნდა ვიცოდით რომ რაღაც მოსყიდვა დაშინება მიმდინარეობდა ამ ხალხის მიმართ, ესეთი რამე მეც კი ვერ წარმომედგნია. ის რასაც ეს ადამიანი ყვება რომ ტვინს გაასხმევინებდნენ, ასე იმუქრებოდნენ, კარებები ჩაუკეტეს, რაღაც ანუ თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ესეთი რაღაცები მეც კი ვერ წარმომედგინა და გამორიცხულია სხვა გვარად ამ ყველაფრის დასასრული უბრალოდ წარმოუდგენელია. 4-ში იქნება, ეს ვთქვათ, რაიმე ტიპის უკანონო ქმედებისკენ მოწოდება თუ ეს აქცია, ეს პროტესტი დარჩება რაღაც მშვიდობიან ჩვენ ვართ აბსოლუტურად მშვიდობიანები, აბსოლუტურად მშვიდობიანად. ანუ თქვენი დგომით როგორ შეეშინდება? ამას ნახავთ ქალბატონო დიანა 4-ში. ახლა ამაზე მე სამწუხაროდ ვერ გეტყვით, მაგრამ მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც ქართველი ხალხი ერთიანდება, როდესაც ქართველი ხალხი დგება ერთად და ეს 4 ოქტომბერს 4 საათზე რუსთაველის გამზირზე მოხდება, აუცილებლად იმართოს. ჩვენს კონსტიტუციას ვიწერია, რომ ძალაუფლება და ხელისუფლება ეკუთვნის ქართველ ხალხს და არა რუს ოლიგარქს, რომელიც ბოროტების მანქანას ამბობს. თათია, მადლობა.